გამარჯობა. ჩვენ წარმოგიდგენთ ქართულთა ერთობა, ქართული ნაციონალისტთა ერთობის პატარა განცხადებასავით, ასე იგი პროტესტს საქართველოში მიმდინარე უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ. დღეს ასე ვთქვათ, ჩვენი სტუმარია ჩვენთან ერთად ისაუბრებს ქართულთა ერთობა, ქართული ნაციონალისტთა ერთობის ჩვენთა საბჭოს წევრი, იურისტი, მედიატორი, ეროვნული მოძრაობის ძველი წარმომადგენელი ბესარიონ ესობოჭორიშვილი. იცით, მე ესეთი რაღაცა გონია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა, ეთნიკური, ესე იგი, გადაჯიშება, საქართველოს ცვლილება სამრავალეროდ, როგორც უყურებ, ახლა მკვეთრად საუბრობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან რთულ ვითარებაში დგას ჩვენი სამშობლო. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აბა ომი გინდათ, ომი ხა რომელ ჭუარ ყოფილს უნდოდეს ომი, თუ სამშობლო არ აქვს გასათავისუფლებელი, მით უმეტეს ძალიან ძლიერ და მძლავრ იმპერიასთან, მაგრამ უომრად სამშობლო ჩააბარო სხვა ხალხს, სხვა ხალხების წარმომადგენლებს და შენი ესე იგი ავტოქტონი ქვეყნის წარმომადგენლები უმცირესობაში შეიყონო, ესეთი რამე ხდება ხა საქართველოში და რაც არის ყოველად მიუღებელი. აი, ამიტომ ახლა იურისტის თვალსაზრისით, როგორ უნდა ის გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ჯერტი რატომ არის ეს ცუდი, იგივე ესე იგი იურიდიული თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იურიდიული ესე იგი განმარტება იქნება გითხრათ ამის შესახებ, აი რას ფიქრობთ თქვენ, იურისტმა როგორ შეიძლება შეხედოს ამ ამბავს, როგორც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა იურისტმა. კი ბატონო, იურისტისთვის ახლა პრინციპში ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელია, მომხრეა თუ ქართველია თუ ბრიტანელი ან არ უნდა იყოს მნიშვნელობა, სამწუხაროდ აქვს მნიშვნელობა. აქვს, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ რატო გვინდა ახლა იურიდიული განმარტება და შეფასება? ჩვენ გვინდა საერთაშორისო სამართლებრივი კრიტერიუმით შევაფასოთ. ანუ ესეთნაირად შევაფასოთ, რომელიც შეფასებაც საქართველოსის და საქართველოს ფარგლებს გარეთაც უეჭველი იქნება და ასე იქნება და სადაო არ იქნება. და ასეთი შეფასება ამ მდგომარეობის არის გენოციდი. ეს არის რომის სტატუტის მე-6 მუხლი და ამ მე-6 მუხლის ის დისპოზიცია, რომლის მიხედვით გენოციდის ერთ-ერთი სახე არის, როდესაც ქვეყანაში მიზანმიმართულად ხდება ეთნიური შემადგენლობის ცვლილება. და ჩვენ დღეს ზუსტად ამას ვხედავთ საქართველოში. მტკიცებულებები. ძალიან მარტივი და ადვილად თვალსაჩინო მტკიცებულებებია, კერძოდ. ის ხელშეკრულებები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწერა მიგრაციის მიგრანტების შემოყვანასთან დაკავშირებით, ესე იგი და მათი მოქმედება, ფაქტიური მოქმედება, რაც ხდება, შემოყავთ. ხელისუფლება აცხადებს, რომ კიო შემოყვავსო, ვასაქმებთო და კიდევაც დავასაქმებთო. იმიტომ რომ ეს თურმე ეკონომიკას მჭირდებაო. ესე იგი მე არ ვიცი სტატისტიკა და ეკონომიკას რა ჭირდება, რა არ ჭირდება, მაგრამ სამართლებრივად ეს არის გენოციდი. ასე იგი ამ კიდევ ერთი სხვა მტკიცებულება კი ბატონო, ესე იგი ჩვენ ვიცით რამოდენიმე წლის წინ ბიძინას განცხადებები, მოწოდებები ხალხისთვის რომ გადით და სამუშაოდ საზღვარგარეთ ფაქტიურად ეპატიჟებოდა რომ გასულიყვეს საზღვარგარეთ. ჩვენ ვიცით ეროვნული ბანკის პოლიტიკა რომ არაფინანსებს საქართველოში მრეწველობის პროექტებს. მეწარმეები და დამეთანხმები ყველამ კარგად იცით რომ ნებისმიერ ძალიან საუკეთესო პროექტის რო შეიტანოს ეროვნული ბანკის პირდაპირ მითითება კერძო ბანკებისთვის რომ მრეწველობა არ დააფინანსონ. და ასე შემდეგ ჩავეძიოთ ნებისმიერ ისეთ სფეროში, ანუ რას იწვევს ეს? ეს იწვევს სწორედ იმას, რომ ეკონომიკა გაპარტახდა, ეკონომიკა აღდგენა ვერ ხდება. ამისთვის ადამიანს საზღვაო ხოლმე ჭირდება, მიდის საზღვარგარეთ, ქართველები მიდგადიან საზღვარგარეთ. მათ ადგილზე შემოყავთ მიგრანტები და პირდაპირ ამბობენ, რომ კიევში კიდევ შემოვიყვანთო. საბაჟოზე, სარფის საბაჟოზე გადაცემა იყო და ნებისმიერ შეუძლია ნახოს, მტკიცებულება არის. ქართველები გადიან სამუშაოდ. ესე იგი იძახის ერთ-ერთ ინტერვიუში რომ 500 ლარიც რომ მქონდესო მე რა მინდა იქ რატო წავიდოდიო და იმებზე შენობლობებზე რამდენს აძლევენ ხერფას ხო ბევრად მეტია შემოსავალი
ანუ ის კაცი არ წავიდო და ის შენობლობაზე რომ დაასაქმო ის ბუშა ის არ არის რაღაცა კვანტური თეორიის სპეციალისტი რომ აქ არ ყავდეს და შემოიყვანო თუ ასეთი საქმე გაქვს გასაკეთებელი ასეთი პროექტი და ასეთი პირველი სპეციალისტი შემოყავს მაგაზე არა ლაპარაკი სხვა საქმეა მაგრამ ლაპარაკი არის მასობრივ პროცესზე და რომ ეს ხელოვნურად ხდება და ეს აშკარაა თვითონ ხელისუფლებაც ადასტურებს რომ თვითონ თავისი განზრახით აკეთებს ამ ყველაფერს ეხლა ერთი შემოპასუხება იყო რომ აბა ევროპაშიც რომ ხდება იგიო ისინი რატო არ რჩევიან იმაზე რა ქვია გენოციდზე იქ ევროპელი ხალხების რაოდენობა რიცხოვნება ხალხო არის რამოდენიმე ათეული მილიონი და იქ შესული 100,000 200,000 მილიონი მიგრანტი შემადგენლობას არ ცვლის ვერ ცვლის არითმეტიკა არის ეს ელემენტარული ხოლო საქართველოში დღეს დარჩენილი არის 1,300,000 ქართველი. ჩვენ ძალიან მცირე რიცხოვანი ერი ვარ და ამას ვერ გადავ. მაგ სამართლებრივ მასაც ვიტყვი თქვა, მაგრამ ბოდი სტატისტიკაზე დავამთავრე. დავუშვათ ევროპა მიემართება, ესე იგი უსკოლისადაც. ჩვენ რა გადავყვეთ? რატომ უნდა გადავყვეთ? ესე მეორეც ევროპის საფრანგეთის და ბრიტანეთის და მოსახლეობის რასაც ამბობდესო რა, რაოდენობა სულ სხვაა და ჩვენი სულ სხვა არის და მესამეს ის არის რომ ესე იგი ჩვენ რაღაცნაირად პირველ რიგში ყველას უნდა ვაჩვენოთ, მათ შორის ევროპასაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ჯერ საკუთარი უნდა დაიცვა, რომ დაიცვა საერთაშორისო რა. ისე არანაირად არ გამო, იმიტომ რომ ის საერთაშორისო აირევა. ბოდიში ახლა ჩავერთე, მაგრამ მიგრანტებს ყველას გამომართვა ძალიან მეწოდებიან, მე ის გაჭირვებული მიგრანტები, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მეწოდება ჩემი გაჭირვებული ადამიანები რა. ესე იგი, ზოგიერთი ბიზნესმენი ცდილობს, რომ ქართველი არ დაასაქმოს, რომ დღეში არ მისცეს 5 თუმანი 50 ლარი და დაასაქმოს ვიღაც მიგრანტი 30 ლარი მისცეს, რომ მოგებანახოს. ეს ხო არა ეს პატრიოტული საქციელია და ეს უბრალოდ ბიზნესმენების პატრიოტიზმზე ვერ ვიქნები ჩვენ დამოკიდებული. ხო, ეგ არის დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია რაც უძამე. და რატო არის დისკრიმინაცია? ქართველები არიან უმცირესობა საერთაშორისო საზოგადოებაში, რა ვიყოთ, ეროვნული უმცირესობა. და საერთოდ სხვადასხვა ესე იგი კატეგორიის ორი პიროვნება ერთი და იგივე პოზიციაში რო ჩააყენო მაგალითად არასრულწლოვანი ბავშვი და 100 კილოიანი კაცი როდესაც უფრასთან და ერთი ზომის საკვები მიუტანო იგივე საკვები მიუტანო 100 კილოიანს რაც ბავშვს სჭირდება ამას არ ეყოფა ამას ქვია ირიბი დისკრიმინაცია დიახ ზუსტად ესეთი ირიბი დისკრიმინაცია ანუ დღეს მიმდინარეობს ირიბი დისკრიმინაცია იმიტომ რომ ქართველების წინააღმდეგ ქართველების წინააღმდეგ იმიტომ რომ არა მარტო ქართველების საქართველოს მოქალაქეებს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუშვათ რომლებიც 100-200 წელია უკანონო ესე იგი ის მიგრანტები მაგრამ ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში საკუთრივ ქართველებზე ლაპარაკი ანუ ფორმულა ასე ყალიბდება რომ მრავალრიცხოვანი ერის წარმომადგენელს როდესაც ჩააყენებ იგივე სამართლებრივ მდგომარეობაში როგორშიც ქართველს რომლის შესახებაც გაეროს მიღებული აქვს ესე იგი პროგნოზი აქვს რომ გადაშენების პირას ხარ იგივე მდგომარეობაში რომ ჩააყენებ და დღეს თქვი 1,300,000-ია საქართველოში ეს არის ირიბი დისკრიმინაცია აი ეს არის ეხლა საქართველოში ასე ტრადიციულად არიან ცხოვრები აზერბაიჯანელებიც სხვებიც რუსებიც მაგრამ მათი ესე იგი ერი არ არის უმცირესობა საერთაშორისო საზოგადოებაში. ანუ სამართლებრივად ეხლა პოლიტიკურად კი ბატონო თქვენთვის თანაბარი არის ეს ძველი მოქალაქეა და ასე შემდეგ მაგრამ სამართლებრივად ახლა ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ქართველებზე ლაპარაკი. ცხადია. თუმცა შესაბამისად ეს ფორმულა ეს რეალობა თუ არ იქნა გაჟღერებული, დამკვიდრებული, გაცნობიერებული ამ დემოგრაფიულ პრობლემას ვერ გამოასწორებდა. რაზეც გაერო ლაპარაკობს რომ გადაშენების პირას არის და ფაქტიც წინაშე ვდგავართ 300,000 მიგრანტი უკვე შემოყვანილია და 400,000 ოფიციალურად კიდევ უნდა შემოიყვანონ 1,300,000 ვართ დარჩენილ საქართველოში. ანუ ეს კატასტროფაა. უმცირესობაში ყვები. წლის ბოლომდე მოყვები უმცირესობაში ასე თუ რა. გენოციდია ეთნიკური შემადგენლობის შეცვლა არის. ხელოვნურად, მიზან მიმართულად. ამაზე აუცილებლად შევადგეთ განცხადებას შევიტანთ პროკურატურაში, შევადგეთ განცხადებას და შევიტანთ ჰააგის ტრიბუნალში. ამის გამოცდილებები მაქვს დამუშავებული ტრიბუნალთან შეტანილ განცხადებაზე, ასე რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ამას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, ანუ საზოგადოება უნდა გააცნობიეროს ეს პრობლემა.
უნდა გააცნობიეროს ის იმიტომ რომ თუნდაც ეს მიგრანტები არ არიან ნორვეგიელები და ბელგიელები ეროვნებით ეს ის ხალხი არის რომლებმაც ხელი დაჭრეს ერაყში ქრისტიანებს დაანგრიეს ისინი რა ქვია სოფლიო მნიშვნელობის ძეგლები იმიტომ რომ არამუსულმანური იყო ეს აგრესიული ხალხია ეს ის ხალხია ვინც კადაფი გაასაცოდა ეს კადაფმა რომელმაც ააყვავა თავისი მოსახლეობა იგივე მუსულმანები ეს ის ხალხია რომელმაც გაასაცოდა კრიმინალური საფრთხეც აქვს და ეს საფრთხე მარტო ჩვენ მოსახლეობის არ მიდგას ხელისუფლებას უდგას პირველ რიგში იმიტომ რომ ესენი რომ მოძლიერდებიან პირველ რიგში ამ ხელისუფლებას თან ამათ არიციან დემოკრატიული წესით ხელისუფლებების გადაგდება ამათ ვიცით როგორ აკეთებენ ამას ხო აი იმ გზით მოსდგებიან ჯერ ხელისუფლებას და მე ვინც დარჩება საქართველოში მე დანარჩენს როგორ ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს რომ ეს არა მარტო ჩვენ მოსახლეობას დაგვაზიანებს არამედ მათაც დააზიანებს მათ შვილებსაც დააზიანებს აქ გია ახლა სამართლებრივად გავცდეთ და ზოგადად გავანალიზოთ რეალობა ხო ესეთია რომ ან მოხდება ბახტრიონი და ქართველიერი გადაუვლის ხო, იმიტომ რომ ეს არის დაპყრობა საქართველოს ახლა. სხვანაირად დაბადება ასეთ ეს არის უომრად საქართველოს ჩაბარება და ომი გინდათ, არ გინდათ, უომრად დაპყრობა და თან ხელისუფლება აბარებს. ესე და იმიდან სისხლის კოდექსიდან დამოღებულია ღალატის მუხლი. ჯერ კიდე როდის ხო, მაგრამ მიშას ხელისუფლების დროს რომ ანუ ამათი უფროსებმა იციან რომ ეს ისეთი დისპოზიცია ანუ მისი ღალატის მუხლი რომელიც ხელს შეუშლიდა მე ანუ გამოსავალი ახლა რა არის გამოსავალი არის ესე იგი შეწყვეტა სასწრაფოდ ამ მიგრაციის იმ ხელშეკრულებიდან გამოსვლა რომელიც გაეროს ხელშეკრულებიდან რომელიც ესე იგი მიგრაციას ავალდებულებს და მიგრაციის მიღებას და ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა ამერიკამ რომელიც მრავალეროვანია და მისთვის უცხო ელემენტის მიღება პრობლემა არ არის ისეთნაირად როგორც ჩვენთვის არის გადაშენების პრობლემა ამერიკამ არ მოაწოდა ხელი და ევროპის ზოგიერთმა ქვეყნებმა სლოვაკეთმა პოლონეთმა აღმოსავლეთ უნგრეთმა და ანუ იმ ევროპელებმაც არ მოაწერეს ხელი რომელი ევროპის ეტალონი არის საზოგადოების რაღაცა ხელისუფლების მოდი გავარდებათ რაღაც სფეროს ხელისუფლებისთვის რომელიც ეძახის ევროპაში შევდივარ და სავარაუდოდ კი ევროპის ეს მიგრანტები ევროპის პროექტი არის ეს მიგრაციის მიღება ამიტომ იმიტომ ეს ის მიგრანტები არიან რომლის ევროპამ რომლის გაყვანაც დაიწყო ევროპიდან აზიიდან შესული მიგრანტების ერთი ნაწილი არის ეგ აზიიდან შესული ევროპაში მე უკან მესამე ქვეყნებში დაიწყეს გაყვანა და ამის შესახებ ხელშეკრულებაც აქვს თრითმეტში ევროკავშირის ანუ თვითონ იცინებენ ჩვენ თვითონ ამ საკითხზე იყო თავის დროზე მერკელი ჩამოსული და შეხვდა ჩვენ თვითონ უნდა მოიცინონ და ჩვენ ასე ვთქვათ შემოგვიყვანოთ კი თავზე ხო ზუსტად ეგ პროცესი არის მაგრამ რა მინდოდა დავენძინა ამის რომ ეს მარტო ევროპული ეს არა ლიბერალური ისტაბლიშმენტის ის არ არის რა ქვია პროექტი ჩემი აზრით ამაში დაინტერესებული არის რუსეთის და რუსეთიც ხელს უწყობს ამ პროცესს და რა აქ პატრიოტიზმი ჩაყდეს ახლა საიდან გამიშდა ეს დავიჭირდება გამიშდა იქიდან ეს დავიჭირდება რომ ესე იგი რუსეთთან დაკავშირებული ფიგურები ისეთ განცხადებებს აკეთებენ რომელმაც ან უნდა გადაფაროს ეხლა ეს კრიზისული აღშფოთება მოსახლეობის მიგრანტების შემოსვლით ან ხარს უჭერს რაღაცა სახის უცხოელი შემოყვანას და მოგვიწოდებს კიდევაც ხო ვიცით ხო ის ლევან მამალაძის მოწოდება იყო ერთი რამოდენიმე ხნის წინ შემოყვანაზე და ეხლა გახარიამაც ხელახლა დაიწყო მისი ლოზუნგის ტრიალი რომ რუსეთი თურმე საშიში არის ანუ რუსული საფრთხის პროექტის გამეორება აი დააკონდით ხოლმე ვინ ლაპარაკობს ამ რუსულ საფრთხეზე ხშირად არის რომ რუსეთის აგენტები ლაპარაკობენ რუსულ საფრთხეზე რაღაცა მიზნის მისაღწევად ამ შემთხვევაში გადაფარვას ემსახურება ეს განცხადება იმიტომ რომ განცხადებას უნდა ქონდეს თავისი მიზანი რაღაცას რომ მიაღწევს ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ აღწევს გარდა იმისა რომ გადაფაროს ასეთი განცხადება თან გახარია თავისი წარმოშობით განათლებით ვიცით ხო საიდანაც არის რუსეთის სადაც ისინი იჩეკება ადრე კგბ-ს თანამშრომლები ახლა Facebook-ს თანამშრომლები იჩეკება და ეხლა ამ ოპოზიციაში ვიცით რომ უმრავლესობა ლიდერების რუსეთის აგენტურა რუსეთს აქვს მარტივი ინტერესი რომ ჩვენ გავლენის სფეროში ვყავდეთ
და ის ტერიტორიები, რომლებიც აგვართო, ჩვენ არ მოვთხოვთ, რომ დაგვიბრუნოს. ეხლა ამ შემთხვევაში მე მგონი რას ვამბობ, რომ თუ საქართველოში ქართველობა იქნება უმცირესობაში, ვინ მოსწონს? ხო ეხლა. გია, მე მგონი ეხლა უფრო გაამკაცრდა რუსეთის პროექტი ჩვენთან მიმართებაში და საერთოდ ეგენი ფიქრობენ, რომ აქაურობა დასახდეს მუსულმანი ხალხით. თან არა თურქი, ანუ თურქული პროექტის ხელშესლაც, ამბობდი რა იქნება. ეს იქნება თურქული პროექტის ხელშესლაც. ანუ ეს პროექტი რო თურანის გაერთიანების პროექტი, ხო? შუა აზიაზე გადის და ვოლგისპირეთში და არ აწყობს ეს რუსეთს. და მეორე მხრივ რუსეთი ქრისტიანული ქვეყანა არ არის დღეს. არ არის. ეს ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე ამაზე და ასეთი იმებს დასწრებს ვაკეთებთ, მაგრამ ჩემი ყურითმაც მოხსნილი, მაგრამ თოქ-შოუში თვითონვე ლაპარაკობენ, ჩვენ მუსულმანური ქვეყანა ვართ. ეხლა თვითონვე აცხადებენ. ანუ მოდი ავიღოთ ეს ფაქტია. ერთი ნაწილს კი თქვა მართლმადიდებლად მიაჩნიათ თავი. მეორე ნაწილს რუსეთი მიაჩნია მუსულმანად, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრია. და მე მაპატია მესამე თვითონ პუტინის ეს რაღაცა შეხვედრაზე აქვს ესეთი სიტყვები ნათქვამი, რომ ვინ ვართო ჩვენ რუსები, აბა ისტორიაში ვიცით რომ ესე იგი ერთი ვიცით რომ ხაზარები ცხოვრობდნენ და ჩვენ ხაზარების ისინი ვართო მოსკოვეთი წარმოიშვა ხაზარების იმაზე საფუძველზე. ანუ მაპატია იქაც საერთოდ სლავური ძირი მართლმადიდებლური ძირი, რომელიც კიევს უკავშირდება, ხო? კიევის რუსეთს. საერთოდ ამითი მოიშორა და დაიტოვა ესე იგი იუდაისტური ხაზარული ან მუსულმანური ხაზარები მე მუსულმანები ხარ. ეხლა შენ თქვი გასაგებია. ეხლა შენ თქვი მართალია. ეხლა შენ თქვი ესეთი რაღაცა რომ ესე იგი რუსეთს შეიძლება აწყობდეს. გარდა ხელისუფლების შესახებ ვისაუბრეთ, რომ ხელისუფლება ხელსაწყობს და რაღაც. წინა ხელისუფლების დროს 5 წელი იყო ვადა რომ მოქალაქეების მიღების ესე იგი მიღებისათვის. მე 10-მდე გაიზარდა. მე ესე იგი, მაგრამ აი ეხლა არსებობს ოპოზიცია რეკლამირებული და არსებობს ხელისუფლება. მე რეკლამირებული ოპოზიციისგან, რომელიც თითქოს და ანტირუსული და ესეთი მოვლენაა, ერთგან არსად არ მომისმენია, რომ რაღაც ესე იგი უნდა იყოს რეგულირებადი ეს მიგრაცია. მათ დაიწყეს 5 წლამდე მათ შეამცირეს და ეხლა ესეთი რთული ვითარება გვაქვს და ხმას არ იღებენ. სულ სხვა კი მესმის რომ ზოგიერთი დაუშვათ ესე იგი საარჩევნო კანონი მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დღეს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს. იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ შეიძლება რამდენიმე წელიწადში ვიყოთ უმცირესობაში და ვეღარაფერი ვერ გავაკეთოთ. იმაზე აღარაა ლაპარაკი აფხაზეთის შილოქართის და ისე დაბრუნებას. ზოგადად ქართული ხელისუფლებაც კი ვერ ავირჩიოთ. აი ზოგადად წარმოშობით ქართველებიც კი ვერ ავირჩიოთ. გვარით ქართველებიც კი ვერ ავირჩიოთ. აი შემდეგი არჩევნები შეიძლება მასეთი იყოს. შეიძლება მასეთი. აი ხლა მომდა აი რომ მოდის ხო 4 წელს თავად. აი დღევანდელი რეკლამირებული ოპოზიცია, რომელიც ამბობს აი ჩვენ ესეთები ვართ, ესეთები ვართ, კარგები, ჩვენ ვართ კარგი, ეს ხელისუფლება არის ცუდი. რატომ არ აკეთებს ამ განცხადებას? აგენტები არიან ხლა როგორც საქართველოს არა დამოუკიდებელი და კოლონია და ხელისუფლებას კოლონიური ხელისუფლება, მისი ოპოზიციაც ასევე კოლონიური აგენტურული არის. ეხლა რა გვაქვს ჩვენ გამოსავალი? წეგან თქვი, ხალხმა უნდა გაითავისოს ეს. და ხალხი უნდა ასე იგი მოითხოვდეს აუცილებლად კანონის შეცვლას. კანონების შეცვლა. კანონმდებლობის შეცვლა უნდა მოითხოვოს, რა თქმა უნდა, რაც თავარია. ხალხი უნდა გაერთიანდეს. ანუ ვერ მოითხოვს, ძალას ვერ უჩნდება, ძალა არ აგავს და მოითხოვე, არავინ არაფერს არ შეგისრულებს. ხალხის ძალა არის ერთიანობა, სიმრავლე. და უნდა გაერთიანდეს ამ პრობლემების წინააღმდეგ და მაშინ ყველაფერს შეძლებს. დაახლოებით აქციებიც უნდა ჩატარდეს ამის რა თქმა უნდა, რაც საჭირო. ანუ როგორი საკითხი არის, იცით? ამორჩეველთა 60% თუ გაერთიანდა და ერთად იარა ნებისმიერ აქციაზე, ნებისმიერ მათ შორის თუნდა ალტ-ინფორმაციო რომ ჩაატაროს, თქვა ხო, აი აშკარად რუსული ორიენტაციის. მაშინ ეს ხალხი, ეს 60% ყველაფერს თავის ჭკუაზე წაიყვანს. იმ მიტინგებსაც შეცვლის. ეხლა იმას გაგახსენებ ეროვნულ მოძრაობაში იყო შემთხვევები, როდესაც ფსევდოაქციების ჩატარების, ხო, რაღაც ჯგუფების, ახლა არ მინდა ზოგი არა ცოცხალი და არ მინდა რომ ახსენო.
და ზიადის და მერაბის ხელში. მე მოდიოდა ხო ზიადი და მერაბი ბაქციას და მიყავდა ეროვნული იმითი. მოდი ჩამოვთვალოთ და რატო ბაბატი რატო? იმიტომ რომ ზიადის და მერაბის უკან ხალხი იდგა. ხალხი. ეხლა ჩამოვთვალოთ რა. ჩემი აზრით მე ვიტყვი რამდენიმეს და მე დაამატე რა ალბათ გამოჩება. პირველი აუცილებლად ესე იგი უნდა ესე იგი გამკაცდეს კანონი და უვიზო მიმოსვლები უნდა შეიცვალოს. ის უნდა გაუქმდეს უამრავ ქვეყანასთან. ეს-ერთი, მეორეც ჩემი აზრი, ჩვენი აზრი, ქართულთა ერთობის აზრია, რომ აუცილებლად ესე იგი სამთვეზე მეტი აქ ცხოვრების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუ სახელმწიფოს არ სჭირდება, არ უნდა ის უგრძელდეს რა და ის უნდა მიდიოდეს თავის სამშობლოში. შემდგომ ძალიან რთულად უნდა იძლეოდნენ ბინადრობის უფლება. სახელმწიფოს უნდა სჭირდებოდეს, რომ ვიღაცას მისცეს ბინადრობის უფლება. ის კი არა, რომ 100.000-იანი ბინა იყიდოს და მისცეს ბინადრობის უფლება. და შემდგომ აუცილებელი პირობაა, რომ ბინადრობის უფლების შემდგომ 30 წელი არანაირად არ შეიძლება მიეცეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის და არა ქართული წარმოშობის ადამიანებს. არანაირად არ შეიძლება რა, იმიტომ რომ ეს იქნება წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი გენოციდი, აი რაზეც შენ ლაპარაკობ. შემდგომ აი აქ დაბადებულ ბავშვებს აძლევენ მოქალაქეობას. ამერიკაში უკვე იქ ფაქტობრივად იკრძალება, ტრამპმა ეს მოითხოვა და მოსამართლეებმა მხარი დაუჭერეს, რომ იქ დაბადებული ბავშვები მოქალაქე თუ გახდებიან, მე მის მშობლებსაც ვეღარ გაუშვებენ იქიდან და ეს კატასტროფა იქნება. შემდგომ აუცილებლად უნდა გამკაცდეს კანონი და ის კონტროლი უნდა იყოს ფიქტიურ ქორწინებაზე. ეხლა ფულს იღებს ბევრი ან ქალი ან კაცი და ეს ხელს უწევს რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს. ამაზე უნდა იყოს ციხე. როგორც ამერიკაშია რა, ძალიან ისეთი კაცრად თარიღდება ესე იგი მოტყუება სარგებლის მიღების მიღება 104% მუხლი. ხო, ეს არის თაღლითობა. თაღლითობა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული თაღლითობა. და ეს კიდევ აუცილებელი არის, რომ ესე იგი ქართული მიწა აღარ იყიდებოდეს რა. არანაირად არ უნდა იყიდებოდეს ქართული მიწა უცხოელზე. ეს ზვიად გამსახურდეს ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი იყო და იმის გამო მაფიამ შეეცადა რომ დაეპყრო ზვიად გამსახურდა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურება. შემდგომ ამისა, ესე იგი იქ ინვესტორები, რომლებიც შემოდიან, ინვესტორების მიერ შემოყვანილი მუშახელი აუცილებლად უნდა იყოს კონტროლირებადი კი არა. მინიმუმად როგორც არ უნდა მის მაპატია ერთი წუთი რა. არა, მე რა ხომ, აი დაუშვათ ვიღაც ფიზიკოსის შემოყვანა უნდა სპეციალისტი თქვა. მუშაზეა რა. მუშახელი ხო, თუ ასე ვთქვა, შრომელი. იმიტომ რომ ეს ჩვენი პირდაპირ საარსებო და სასიცოცხლო ინტერესი. აი რას დაამატებდი დაუშვათ. ეხლა ინვესტორს გამოიკიდებიან ხოლმე და აუ რა გვეშველება მაშინ უარ სიტყვის არ შებოვა. პირიქით მე ხლა ეკონომისტებთან რომ აქვს ნასაუბრები, უცხოური ინვესტიცია ჩვენ პირობებში ყოფილი ქვეყნისთვის არ არის სასარგებლო. არ არის სასარგებლო. პირიქით არიან ქართველები მილიონ საქართველოში 500 მილიონერია. და ჩაადებინო. შეუქმნელი პირობები. შეუქმნელი აყვავდება ქვეყანა. მაგრამ როგორც ვხედავთ კოლონიაში ესეთ რამე არ ხდება რა. ასევე უცხოეთში შეიძლება იყოს ინვესტორი რომელსაც მოგება უნდოდეს, მაგრამ თუ ინვესტორს უნდა მოგებასთან ერთად აქ დემოგრაფიის სხვა ინტერესი უკვე. სხვა ინტერესი ეს უკვე სპეცსამსახურების და სახელმწიფოს ინტერესია. ამიტომ ეხლა მოდი დასკვნა გავაკეთოთ და მიმართოთ ქართულ ხალხს, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს და ეს აუცილებლად უნდა დამოუკიდებლად. მოქალაქეობასთან დაკავშირებით ეხლა საუბრობთ სამართლის ფილოსოფიაში არის ასეთი მიდგომა, რომ პიროვნებას რაღაცა გარემო იმდენად შეიძლება ეკუთვნოდეს, რამდენადაც თავად ეკუთვნის ამ გარემოს. ანუ მოქალაქეობა იმდენად შეიძლება პიროვნება მიიღოს და მას ვერ მიიღოს, რაც თვითონ გახდება განუყოფელი ნაწილი ამ საზოგადოების. და მას კიდე დრო უნდა, როგორც თქვი, 30 წელი მაინც მინიმუმ, რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს ის. ეს უნდა გაიზარდოს, აქ უნდა იცხოვროს, აქ უნდა ასე ვთქვათ, იარსებოს, უნდა გაითავისოს ესა რა ქვია, მარტო ქართული ენის სხვათა შორის იმასაც და გადავწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახლა სამართლის ფილოსოფია ვახსენე. რა სამართლის ფილოსოფიის რა კრიტერიუმებს დაემყარები და რა პრინციპებს დაემყარები. თუ არჩეული გაქვს ლიბერალური, მაშინ აქ საქართველო ვეღარ იარსებობს და ქართველიერი ვერ იარსებობს, აგერ შედეგებს ხედავთ. ეს უნდა იყოს ტრადიციულ რაღაც ფარსებობებზე დაღდობილი სამართლის ფილოსოფია, რაზეც საუბრობთ ტრადიციაც ქონდა ხო მონარქიულ იმაში რა ქვია საქართველოში ჯერ კიდე როდიდან არის ის ან ძეგლის დება ან სამართლის
ისინი თავისუფლებები არც იყო მაშინ შეზღუდული. აი მაგალითად თამარის უმაღლესი მთავარსარდალი ამირ სპასალარი იყო სომხური სარწმუნოების მატარებელი და ეს წარმოშობით არ იყო ქართველი, მაგრამ ეს არავის არ ზღუდავდა. თუმცა ქართველი ერის ინტერესი აუცილებლად იყო დაცული. ეხლა მე მინდა მივმართოთ ქართველ ხალხს და უთხრათ, რომ დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს. რა თქმა უნდა 30 წელიწადია ეხლა რაც საქართველოს სხვა ხელისუფლებები მართავენ და არც ერთი მე მათგან ლეგიტიმურად არ მიმაჩნია არც წინა და არც ეხლა, მაგრამ ეხლა საკითხებს შორის ყველაზე მთავარი არის ეს, რომ რაც შეიძლება დროზე შეიცვალოს კანონები ამ მიგრაციასთან დაკავშირებით. ეს უნდა გაითავისოს ქართულმა ხალხმა. კი ბატონო, და რა თქმა უნდა ჯერ პირველ რიგში მიგრანტების საკითხი და მიწების გაყიდვის საკითხი არის გადასალახი. ჩვენ დღეს ომში ვართ. ეხლა იმაზე ვერ მივალ აქციაზე, იმასთან ვერ მივალ. ეს როგორ შეიძლება, ესე იგი ომში, სანგარში, შენ გვერდით ვირას ფიქრობს, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მოწინააღმდეგე მხარეს მტერია, საფრთხეა, გადაშენების საფრთხე არის, კი არა რისკია უკვე. და შენ იომი და გადაწყვიტე ეს პრობლემა და მე დაჯექი და ისაუბრე, ხო, რა ტაქტიკა და როგორი საქართველო. დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. იმედია რომ ეს საკითხი დაიძრება.